სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ქრისტე აღდგა ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე აღდგა ქრისტე აღდგა ჭეშმარიტად აღდგა ეს არის აღდგომიდან მეექვსე კვირა ეს არის ბოლო კვირა ამაღლებამდე უკვე ხუთშაბათ ჩვენ დღესასწაულობთ ამაღლების დღესასწაულს და დღეს მეექვსე კვირას ეწოდება შობიდგან ბრმისა და იკითხება იოანე წმინდა იოანეს სახარებიდან ადგილი სადაც აღწერილია თუ როგორ განკურნა იესო ქრისტემ შობიდგან ბრმა რატომ არის ეს ადგილი ასეთი მნიშვნელოვანი და რატო იკითხება აღდგომიდან მეექვსე კვირას ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა გავიხსენოთ ჩვენ რომ აღდგომის ანუ მთვარის კალენდარი ანუ მოძრავი კალენდარი როგორც უწოდებენ მას იწყება მეზვერისა და ფარისევლის იგავეს კითხვით ეს არის დიდი მარხვისათვის მზადება მაგრამ მეზვერისა და ფარისევლის იგავის საკითხამდე იმის წინა კვირას იკითხება როგორ შევიდა იესო იერიქონში და მეზვერე ზაქე როგორ გაიცნო და მეზვერე ზაქე როგორ დალოცა და მანამდე ვინც დაკვირვებულია მას შემჩნეული ექნება რომ მანამდე ეკითხება სახარება სადაც იესო იერიქონში შესვლამდე განკურნავს ბრმას აუხელს თვალებს აი ეს სააღდგომო კალენდრის სააღდგომო ნაწილი ანუ მოძრავი კალენდარი იწყება ბრმის განკურნებით და მთავრდება ბრმის განკურნებით აი რა განსხვავებაა აი ამ ორ განკურნებას შორის საქმე ის არის რომ ეს დღევანდელი სახარება შობიდგან ბრმის განკურნება გარდა იმისა რომ ეს რეალურად მომხდარი ფაქტია და იესომ შობიდან ბრმა განკურნა გარდა ამისა ამ სახარებისეულ ამ ადგილს აქვს ღრმა სიმბოლური მნიშვნელობა ვინ არის შობიდგან ბრმა ვიზე შეიძლება ითქვას რომ შობიდან დაბადებიდან ბრმა ეს არის მთელი კაცობრიობა იმიტომ რომ ადამი როდესაც იშვა იგი იყო თვალხილული მას შეეძლო მთავარი რა არის ესე იგი აი ამ პირველ ბრმას რომელიც იერიქონის შესასვლელთან განკურნა მას უბრალოდ თვალები აიხილა სასწაული მოხდა და მან ხედვა დაიწყო რაც შეეხება აი ამ მეორე ბრმას შობიდგან ბრმას მას ჯერ თვალი აუხილა იესომ და შემდეგ მას გაუხსნა სულიერი თვალი და მან აღიარა იესო ქრისტე როგორც ღმერთი როგორც მხსნელი ანუ მან დაინახა ბევრად უფრო მეტი ვიდრე ხილული თვალი ხედავს და იმისათვის რომ ადამიანს ეს სულიერი თვალი გაეხსნას მან რაღაც უნდა მოიმოქმედოს და ის სწორედ სულიერი თვალი გახსნილი ქონდა ადამიანს სამოთხეში და შემდეგ ცოდვის ჩადენით მან ეს სულიერი ხედვა დაკარგა და როდესაც იგი გამოვიდა სამოთხიდან და პირველი ადამიანი გააჩინა ადამა და ევამ აი ეს ადამიანი უკვე შობიდან ბრმა იყო იმიტომ რომ მიუხედავად იმისა ის ხედავდა ხილულ სამყაროს ის ვერ ხედავდა უხილავ სამყაროს და აქედან მოყოლებული კაცობრიობა არის შობიდან ბრმა ეს არის შობიდან ბრმა სახარების ამ ადგილას არის ამ ქვეყნიური მიწიერი ცხოვრებაში კაცობრიობის სიმბოლო და აი სწორედ მოვიდა იესო ქრისტე და შობიდან ბრმას ანუ კაცობრიობას გაუხილა თვალები მოვიდა დაენახა ვისაც უნდოდა დაინახა და ვისაც არ უნდოდა არ დაინახა მაინც და დარჩა სიბრმავეში ადამიანების დიდი ნაწილი იესო ქრისტე დაენახა შობიდან ბრმას და იმისათვის რომ ბრმას შობიდან ბრმას ეს ხილვა ქონოდა მანამდე აღმსარებლობა აი ამ სახარების ამ თავში აღწერილია მისი აღმსარებლობა მან როგორ აღიარა თვითონ ჯერ სანამ იესო გამოეცხადებოდა როგორ აღიარა ჭეშმარიტება როგორ იტანჯა ამისთვის როგორ განიკვეთა იგი ეკლესიიდან ოღონდ რომელი ეკლესიიდან ეს არის ძველი აღთქმის ეკლესია რომელიც ვერ აძლევს ადამიანს სულიერ ხედვას ვერ აძლევს ადამიანს ხონებას აი ეს ბრმა იყო ძველი ეკლესიის წევრი და ძველმა ეკლესიამ მარტო იმიტომ რომ მან აღიარა იესო ქრისტე განკვეთა იგი ეკლესიიდან
განკვეთა ეკლესიიდან და მივიდა იესო მასთან და უთხრა რომ გინდა დაინახო იესო ქრისტე გინდა დაინახო შენ ხსნელი და უთხრა მითხარი ვინ არის და მე მას ვირწმუნებ და იმ მხოლოდ იმის შემდეგ რაც ძველი აღთქმიდან იქნა განკვეთილი ადამიანი იგი შევიდა ახალ აღთქმაში ეს იყო შობიდან ბრმა რომელმაც დაინახა და ირწმუნა იესო ქრისტე ეს არის დღევანდელი სახარების ძირითადი შინაარსი რა თქმა უნდა თვითონ სახარების თავს აქვს ძალიან ღრმა შინაარსი ძალიან საინტერესო თხრობა ძალიან მძაფრი დრამატურგია აღვთ მე ამაზე არ გავჩერდები ერთადერთი რასაც ხას გავუსვამ რო ხშირად ადარებენ და უფრო სწორედ იონე ოქროპირმა შეადარა პირველმა აი შობიდან ბრმას შეადარა ბითესდის საბანელში 38 წელი უძულრებაში მყოფი ადამიანი რომელიც იესო ქრისტემ განკურნა მანაც აღიარა იესო ქრისტე ჯერ არ იცოდა ვინ იყო შემდეგ როდესაც გაიგო წავიდა და ებრაელებს უთხრა რომ იესო ქრისტე იყო ვინც ვერ განკურნა ამ შობიდან ბრმამაც სინედრიონში წინაშე აღიარა რომ კაცმა რომელსაც ქვია იესო მე განკურნა თითქოს მათ შორის ამ ორ მოქმედებას შორის არის მსგავსება მაგრამ მიუხედავად ამისა არის განსხვავება ბითესდის საბანელში როდესაც ადამიანი განიკურნა იესომ უთხრა წადი და ნუსოდავ მეტს და შემდეგ ტაძარში შევიდა იქ ნახა და იქ უთხრა ნუსოდავ ცხადია ეს ტაძარი იყო ძველი აღთქმის ტაძარი აი ამ ტაძარში იყო უთხრა ნუსოდავ და იგი წავიდა და დაასმინა იესო ქრისტე აი ამ ფარისევლებთან ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას რომ შეიძლება გავსეს დასმენას შობით გამბრმის საქციელი მაგრამ არა და განსხვავება არის ის რომ შობით გამბრმა ამ აღიარების გამო ძალიან დაისაჯა განკვეთით ეკლესიიდან განკვეთით ეს იყო მისი მხრიდან აღსარებლობა და სწორედ ეს იყო საწინდარი იმისა რომ იესო ქრისტე გამოეცხადა ადამიანებს და ჩვენც უნდა აქედან გავაკეთოთ დასკვნა რომ იმისათვის რომ ჩვენ ვიხილოთ ღმერთი ამისათვის ჩვენ უნდა მოვიმოქმედოთ უნდა აღვიაროთ როგორც წერია სახარებაში ვინც მე აღმიაროს წინაშე კაცს და მეც აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა და ეს აღიარება ნებისმიერ ფასად თუნდაც მოწამეობის ფასად რასაც ათასობით მილიონობით მოწამე აკეთებდა აი ჩვენი გზაც ეს არის და კიდევ ერთხელ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ქრისტე აღდგა ეშმარიტად აღდგა ქრისტე აღდგა ეშმარიტად აღდგა ქრისტე აღდგა ეშმარიტად